ყველას გაგიგია ტროლების ქარხანა, იგივე ტროლების ფერმა. ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს თუ არსებობს საერთოდ საქართველოში და მე გეტყვით რომ არსებობს. მათი უმრავლესობა ეკუთვნის ხელისუფლებას ან პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს. ტროლების ქარხნებს აქვთ ძალიან ზუსტი მექანიზმი მუშაობის და ჩემი აზრით ქართულ ოცნებას ეგრე რომ სახელმწიფო ეშენებინა, დღეს ჩვენ აქ არ ვიდგებოდით, იმდენად საათივით არის აწყობილი მთელი სისტემა. მაგალითად, ჯგუფ დაიტოვეში ჩვენმა თანამოაზრემ დაპოსტა მაგალითად, რომ როგორ გავაუმჯობესოთ აქციების ორგანიზება. შემოდის ტროლი და წერს ვითომ ასევე ჩვენიანი, რომ საერთოდ ღირს კი ამ აქციების გაგრძელება. მერე მეორე ტროლი პასუხობს, რომ ხო რაღაცა არავინ არ არის, ოპოზიცია გაბანძდა და მერე უკვე ნამდვილი ადამიანები, ჩვენი თანამოაზრეები იწყებენ მათთან საუბარს იმაზე, გაბანძდა თუ არა პროცესი, ასე შემდეგ და მთავარი მიზანი რაც იყო თავიდან, რომ გავაუმჯობესოთ პროტესტი, იკარგება. ასე ისინი მიზან მიმართულად ცვლიან დისკუსიების რაკურსს და ფოკუსი გადააქვთ საერთოდ სხვაგან.